გამარჯობა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა მე ვარ ჟურნალისტი ლიკა მეკუთვნიშვილი და მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად გაგიზიარებთ საქმიან ამბებს. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში მოკლე ანონს ნახავთ ამის შესახებ და რამდენიმე წამში გიბრუნდებით უკვე სტუმართან ერთად. საქმიან კვირას და ხუთშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 20 ნოემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ თამთა კალანდაძეს და ირმა კვაჭანტირაძეს. საგარეჯოში ყანდაურას ტერიტორიაზე მდებარე იორლენდის ორგანული მეურნეობა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალპროფილურ ბიოფერმად ყალიბდება, ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის პირობებში მუშაობს. ფერმა, რომლის განვითარებაც 2013 წელს დაიწყო, დღეს 25 ჰექტარზეა გაშენებული და ერთდროულად რამდენიმე სამეურნეო მიმართულებას აერთიანებს. უფრო დეტალურად იორლენდზე ქალების ნარატივში ფერმის თანადამფუძნებელი თამთა კალანდაძე მოგვიყვება. Church-Hall 8 მარტს ნიუ-იორკის საერთაშორისო კვების ფორუმზე The International Restaurant and Food Service Show of New York თავად ორგანიზატორის მოწვევის წარსდგება. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია B2B შეხვედრები და პანელური დისკუსიები საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს ფორუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ღონისძიებად ითვლება კვებისა და რესტორნების სფეროში, სადაც თავს იყრიან დისტრიბუტორები, ქსელები, გადაწყვეტილების მიღები პირები და ინდუსტრიის პროფესიონალები. დეტალურად ფორუმზე აგრეთვე კომპანიის სიახლეებსა და გეგმებზე ქალების ნარატივში Church-Hall-ს აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიები ყოლა სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. საგარეჯოში ყანდაურას ტერიტორიაზე მდებარე იორლენდის ორგანული მეურნეობა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, მრავალპროფილურ ბიოფერმად ყალიბდება, ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის პირობებში მუშაობს, როგორც აღნიშნავენ და ბიომეურნეობაში იმასაც ამბობენ, რომ ფერმა, რომლის განვითარებაც 2013 წელს დაიწყო, დღეს 25 ჰექტარზეა გაშენებული და ერთდროულად რამდენიმე სამეურნეო მიმართულებას აერთიანებს. მათ შორის მევენახეობას, მებაღეობას, ბოსტნეობას, მეცხოველეობას, მეფრინველეობას, მეთევზეობასაც და სხვათა შორის მეფუტკრეობასაც კი. ამ მიმართულებებს ახლა დეტალურად ჩავშლით და წლის მონაგარსაც მოვიკითხავთ იორლენდის თანადამფუძნებლისგან თამთა კალანდაძე გვერდდება საქმიანი ამბებით პირდაპირ ეთერში. თამთა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენთან და საინტერესო ამბებით ხართ წარმოდგენილი იორლენდის რაღაცა ეტაპობრივად ყოველთვის ვაკურდებით ხოლმე და ვუყურებთ თქვენს განვითარებას და დინამიკას და მზარდ რიცხვებს, რაც ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ სრულად ერთმნიშვნელოვნად მოვიცვათ, ასე ვთქვათ, ყველა მიმართულება და ამ მხრივ შევაჯამოთ წელი. 2025 წელი ბევრი სიახლით, რის საბოლოო ჯამში რისი მომტანი იყო და რა შედეგებით ხურავს იორლენდი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. წლევანდელი წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წლის შემდეგ ძირითადად ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლებოდა დაგეგმარებით, ზრდით, მოვლით და თანამდებობი პროცედურებით. წელს პირველი წელი იყო, როცა ასე ვთქვათ, სატესტოდ გამოვიტანეთ ჩვენი მოსავალი, გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებზე და სულ მოუთმელოდ ველოდებოდით უკავშირს იმ ადამიანებსგან, ვინც დააგემოვნებდა, ასე ვთქვათ, ჩვენს პროდუქტს. და ეს უკავშირები ძალიან კარგი მივიღეთ წელს, რაც ასევე დაგვეხმარება შემდეგი წლის დაგეგმვაში. წელი მოკლედ რომ შეგიჯამოთ, წელს პირველი მოსავალი გქონდა ჩვენს ვენახში, ასე ვთქვათ, ეს სრულყოფილი მოსავალი, რა თქმა უნდა, არ არის, რაც მცენარე შეუძლია რომ მოგცეს, მაგრამ ძალიან კარგი ნიშანია და პირველი ღვინოც უკვე დავაყენეთ, მაგალითად საფერავი რქაწითელი, ასევე ჩვენი ჭაჭაც უკვე გვაქვს. ეს არის ბიოღვინოზე საუბარი, ეს არის ბიო, ანუ რაზეც ვისაუბრებ, ყველაფერი არის ბიო-სერტიფიცირებული და ამ ნაწილზეც აუცილებლად. აუცილებლად. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ასევე გამოვიტანეთ ასე ვთქვათ, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მიმართულებით სხვადასხვა კულტურები.
ხაზი უნდა გაუსვა აუცილებლად იმას, რომ საოცარი მოთხოვნა გქონდა წელს საზამთროზე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი უკავშირი მივიღეთ, რომ ეს ზუსტად ის გემო იყო, რასაც ბავშვობაში მიირთმევდნენ, განსაკუთრებული სუნითაც ხასიათდებოდა, გქონდა ძალიან კარგი სითბოს მაჩვენებელი და საზამთრო, ასე ვთქვათ, გქონდა ძალიან დიდ დეფიციტში გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნამ, ასე ვთქვათ, იფეთქა ამ ყველაფერზე. ვეცდებით, რომ მომავალი წლისთვის უკვე ეს მოთხოვნა გავითვალისწინოთ და ისე დავგეგმოთ, რომ მაქსიმალურად ყველა შეხვდეს მოკლედ განსაკუთრებით ეს ჩვენი მოწონებული საზამთრო მოკლედ. ზოგადად ფართო სურათში რომ შევხედოთ, რომელი არის თქვენთვის დღეს უკვე ყველაზე მზარდი მიმართულება, მათ შორის რიცხვებში გამყარებული შედეგები, რასაც აჩვენებს. აი, რაზე დგას დღეს იორლენდი, თუნდაც მოგებიანობის შემოსავლიანობის თვალსაზრისი და რომელი იქოქება და დგავს საწყის ნაბიჯებს ჯერ კიდევ. მაინც უნდა შევაფასო ჩვენი მეურნეობა საწყის ეტაპზე მყოფად, იმიტომ რომ ყველა, ასე ვთქვათ, მიმართულებას თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. მაგალითად, ახლა ჩვენ როგორც ვახსენეთ, გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი ხეხილის ბაღი, რომლისგანაც წელს მხოლოდ ნიშანი მივიღეთ და ჩვენ თვითონ დავაგემოვნეთ, ასე ვთქვათ, ხილი. მომავალში ისიც უკვე მოგცემს, ასე ვთქვათ, გაცილებით სხვა მოცულობის მოსავალს. ვენახი და მევენახეობაც თავის როლია, რომ შემდეგ გქონდეს როგორც ყურძენი ხილად, იმიტომ რომ სასუფრე ჯიშებიც გვაქვს, ისევ გქონდეს ჩვენივე სუფთა ბიოღვინო. გვაქვს ასევე მარცვლოვანი კულტურები და წელს ეხა მაგალითად ამ ეტაპზე რითიც ვამაყობთ არის ის, რომ გვაქვს გადასარევი გემოვნური თვისებების მქონე ჭადის ქვილი და ეს არის ჩვენი ორივე მცენარე, ასე ვთქვათ, რაც მოვიყვანეთ, არის კიდევ უფრო რაც გვიამაყება ქართული, ძველ ქართული ჯიშები, ეს არის აბაშის თეთრი და აბაშის ყვითელი და შესაბამისი გემოვნური თვისებებით, ასე ვთქვათ, ხასიათდება. და კახეთის ნაყოფიერი მიწა კიდევ ერთხელ კი ბატონო. ვარწმუნებს, რომ აი ესე აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებულ მიმართულებებს შეუძლია ერთად თანაარსებობა ერთ გარემოში და ასეთი შედეგების მიღწევა. მოთხოვნა აღნიშნეთ თქვენ, რომ არის მზარდი იგივე საზამთროს მაგალითზე და დარწმუნებული ვარ, ეს ამ ერთ პროდუქტზეც არ იქნება, ხო, ეს დინამიკაში ზრდა და გავრცელდება სხვადასხვა მიმართულებებზეც. ვისგან არის ეს მოთხოვნა ძირითადად? ეს არის რეგიონულ დონეზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან ამ შემთხვევაში თუ უკვე დედაქალაქშიც არის თქვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი? ძირითადად ანუ მოთხოვნა სეგმენტის მიხედვით რო აღწერო, ეს არის ყველაზე მეტად ვინც ასე ვთქვათ ყიდულობს ჩვენს პროდუქტს, არის მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის პრიორიტეტია ჯანსაღი და სუფთა პროდუქტები შესაბამისად. რეალიზაციას ამ ეტაპისთვის ვაწარმოებთ თბილისში, თვითონ საგარეჯოში ან ფერმერში თუ გასტუმრებით, კი ბატონო, ადგილზე შეიძლება რა თქმა უნდა შეძენა, თუმცა სარეალიზაციო არეალი დღესდღეობით გვაქვს დედაქალაქში, თბილისში. გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, პატარა მაღაზია, სარეალიზაციო პუნქტი და ყველაზე მეტად რითიც, ასე ვთქვათ, მომხმარებელს ვცდილობთ, რომ კომფორტში ვამყოფოთ, ამის ის, რომ გვაქვს ჩვენი ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, შესაძლებელია შეკვეთა და მიტანის სერვისითაც, ასე ვთქვათ, თბილისში მე სახლიდან რო შევუკვეთო, რა პერიოდში მომივა დაახლოებით, ესე ვთქვათ, ფრეშ პროდუქტი იორლენდის. კი ბატონო, ამ ეტაპისთვის, რადგან ზამთრის პერიოდია და ჩვენ რადგან სეზონურობით ვხასიათდებით, კვირაში ერთხელ გვაქვს მიწოდების მიწოდება და შესაბამისად კვირაში ერთხელ შეგვიძლია მოგამარაგოთ აბსოლუტურად ჯანსაღი და სუფთა პროდუქტებით. და ფიზიკური სივრცე უკვე სად არის წარმოდგენილი? ფიზიკური სივრცე გვაქვს საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე, სადაც შეუძლია მომხმარებელს მოვიდეს და თვითონაც ეს მოთხოვნაც იყო. სიმართლე გითხრათ, წელს არ ვაპირებდით, რომ ეს ჩვენი მაღაზია, ასე ვთქვათ, გქონოდა. ეს სივრცე თავიდან მქონდა უფრო საწყობის კუთხით ჩაფიქრებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც გავარემონტეთ და ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ დაგვერქვა, რომ მაღაზია არის, უკვე ჩვენი მომხმარებლები იქვე მოდიოდნენ, მათ სურდათ, რომ საკუთარი თვალით იგივე ენახათ პროდუქტი, იგივე სუნი და ასე შემდეგ. ამიტომ პირიქით, ანუ ამის მომხრე ვართ ჩვენც და მომავალში, რა თქმა უნდა, ამის გაფართოებას ვაპირებთ. ბიოპროდუქტი თავის მხრივ ძალიან ბევრ სირთულეს მოიცავს, ხო, იგივე, არ ვიცი, ჩანაფიქრიდან საბოლოო სისრულეში და რეალიზაციაში მოყვანამდე. ზოგადად, რომელი არის ამ მხრივ ყველაზე რთული მიმართულება, სადაც ეს პროცესი
პროცესი, სრული ციკლის დაცვა შედარებით მეტ ძალის ხმევას მოითხოვს და ზოგადად რა პროცესებს გადის ამ სერტიფიცირების მონიტორინგის ეს მიმართულება? ამ ეტაპისთვის მოკლედ ჩვენ ვართ საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში. მასერტიფიცირებელი კომპანია არის კავკასერტი. შესაბამისად, გვიწევს ძალიან მკაცრი პროცედურების დაცვა. თან ვადაში სერტიფიცირების პროცესი საერთოდ არ არის მოკლე, დაახლოებით 3-დან 4 წლის ჭრილში სრულად სეზონურად უნდა დავაკმაყოფილოთ ყველანაირი მოთხოვნა. განსაკუთრებით გამოვყოფ მაგალითად ბოსტან-ბახჩეულის მიმართულებით ყველაფერი იწყება თესლიდან. ანუ ჩვენ უნდა იყოს აუცილებლად ჯიში, არანაირად არ უნდა იყოს ეს ჰიბრიდი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძირითადად ჩვენ ასე ვთქვათ თესლებს, სათესლე პროდუქტებს ვიწერთ ხოლმე თვითონვე სერტიფიცირებული მწარმოებელი კომპანიებისგან, იმიტომ რომ არ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სხვა. ქართულ ბაზარზეც არ არის ხოლმე ძალიან დიდი დეფიციტია ქართულ ბაზარზე ამ ყველაფრის, აქედან გამომდინარე, ძირითადად ქვეყნები, რომლებიდანაც ვიწერთ ამ ყველაფერს და ჩვენ თვითონაც ჩავდივართ და ჩამოგვაქვს, ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს რამდენად მოქმედებს უკვე საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ძვირი პროდუქტია, თავის წარმოების ხარჯებიდან გამომდინარე და ბიო ასე ვთქვათ მოცემულობაც თავის თავში მოიაზრებს ამას, რომ პროდუქტი არის შედარებით მაღალ ღირებულებაში და სეგმენტში და ეს უკვე როცა პლუს ამას ემატება ისიც, რომ თუნდაც იგივე ენერგიები თესლები და ასე შემდეგ არის იმპორტირებული, ეს რამდენად გიძვირებს და საბოლოო ჯამში რამდენად ისახება? რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორი მოქმედებს ხოლმე საბოლოო ფასს წარმოქმნაზე, ასევე ბაზრის მოთხოვნაც ძალიან მოქმედებს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ანუ იგივე სათესლე მიმართულების თემაზე, 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო ძვირია ხოლმე ეს ჩვეულებრივთან მიმართებაში. ზუსტად იგივე არის დაახლოებით მოვლისა და დაცვის საშუალებების მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც ბიომეურნეობების ნაწილში აძვირებს ხოლმე პროდუქტის მიმართულებას, ეს არის მოვლის მოვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიყენებთ არანაირი სახის არც ერთ სინთეზურ ქიმიურ სასუქებსა და მოვლის საშუალებებს, ეს ჩვენ რიცხობრივად გვიზრდის ხელით მოვლის ბევრ პროცედურას მაგალითად და ასევე რაც შეიძლება დაუშვათ სხვა მეურნეობებში ქიმიური სინთეზური სასუქების შემთხვევაში წამლობა მოხდეს მაგალითად ერთხელ ან ორჯერ, ჩვენ ბუნებრივი პრეპარატებით სრულიად იგივე მაგალითად როგორც არის ნიმის ზეთი ან რამე მსგავსი, შეიძლება მოგვიწევს 5-6 მაგალითად რა. გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეს დავეხმაროთ. თუმცა ბიომეურნეობები და ზოგადად ორგანული მეურნეობები მაინც საბოლოო ჯამში მიმართულებული არიან მცენარის გაჯანსაღებაზეც. ანუ როგორც არის ადამიანი, ზუსტად იგივენაირად ვცდილობთ, რომ მცენარე არ გავაზარმაცოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად გავაზარმაცებთ, იგივე ფესვის, ასე ვთქვათ, გამყარება, გამაგრება და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მეტად მოითხოვს ხოლმე მცენარე. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ვადაში და დროში გაწერილი გეგმებია და ასე შემდეგ, თუმცა მონიტორინგი, ასე ვთქვათ, ხორციელდება წელიწადში ერთხელ არა, უფრო ხშირად და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოულოდნელი მონიტორინგი ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როდის ჩამოვა ინსპექტორი, ძირითად შემთხვევაში გაყოფილია არის სტანდარტული დაგეგმილი მონიტორინგის პერიოდები და არის მოულოდნელი მონიტორინგები, ასე ვთქვათ, როცა ფერმის ლოკაციაზე თავისუფლად აქვს ინსპექტორს ნებისმიერ დროს შემოსვლის უფლება, ჩვენ ახლა დაახლოებით 1 თვის წინ გვიწია ესეთი მოულოდნელი ბოლო მონიტორინგი, როცა ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა პროცესში ჩავახედოთ, გავაცნოთ, ანგარიშები ჩავაბაროთ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რამდენად სისტემური ხასიათი გქონდეს? ძალიან სისტემური აქვს, იმიტომ რომ კვარტალში ერთხელ გაცილებით უფრო მეტჯერად შეიძლება ეს მოხდეს. იცით რა არის? სერტიფიცირების პროცესი, აი მაგალითად ჩემს მეორე პარტნიორს ძალიან მოსწონს ამის აღნიშვნა და მეც ვეთანხმები აბსოლუტურად. სერტიფიცირების პროცესი არ გეხმარება მხოლოდ იმაში, რომ შენ გქონდეს დამტკიცებულად ის, ანუ რასაც ამბობ, ის ასევე დოკუმენტურად გქონდეს, თან საერთაშორისო სერტიფიკატი გქონდეს. თვითონ სერტიფიცირების პროცესი
პროცესი თავიდან ბოლომდე არის მენეჯმენტის პროცესი. და სერტიფიცირების პროცესი არ მხოლოდ იმაში გეხმარება, რომ ბოლოს სერტიფიკატით, ასე ვთქვათ, დაჯილდოვდე, არამედ ყველანაირი აგროსამუშაოს აღწერისა და დაგეგმვის ვალდებულებას განიჭებს, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში ცოტა მთლად ისეთი ხარისხით არ გააკეთო, როგორითაც გიწევს სერტიფიცირების დროს. ამიტომ ეს პირიქით, ანუ ფერმერისთვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია. მე თუ მკითხავთ. კი ბატონო, თუმცა მეორე მხრივ ის რაც ასე ვთქვათ მეორე მხარე აქვს ბიომეურნეობას, ეს არის წარმოების მოცულობაში შეზღუდვა, იმიტომ რომ ვერ აწარმოებ დიდ რაოდენობას. დღეს რა მასშტაბზე არის და რა რესურსი გაქვთ კიდე რაც რჩება აუთვისებელი? აი, ზღვარი სადამდე შეიძლება რომ ხო, სიმართლე გითხრათ, ჯერ ზღვარი ესე ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, დაახლოებით აი სცენარების რაოდენობის მიხედვით საშუალო მოსავალი რა შეიძლება იყოს და ეს თეორიულად, ასე ვთქვათ, ფინანსურად და რაოდენობრივად განგარშებული გვაქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ ქონია სრულყოფილი მოსავალი ხეხილის მიმართულებით, სრულყოფილი მოსავალი ვაზის მიმართულებით. ფაქტობრივად პირველი წელია შეგვიძლია ასე ვთქვათ, იმიტომ რომ წინა წლებს ვერ ვატარებთ თუნდაც პროცენტულ სხვაობებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რადგან ეს შედარებითი მონაცემები არ გვაქვს, მყარად ვერ პასუხობთ ახლა. თუმცა, რა თქმა უნდა, მთლიანი ფერმის რესურსი ზედმეტად შეზღუდულია, რაც არ უნდა მრავალფეროვანი ვიყოთ ჩვენ ამ ეტაპისთვის და შედარებით მეტნაკლებად კარგ ფართობზე. ფიქრობთ, რომ იმ მოთხოვნას, რაც ბაზარზე არსებობს, მაინც ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ ვერანაირად ვერ დავაკმაყოფილებთ. ისევ და ისევ ფერმის ხასიათიდან გამომდინარე და მრავალპროფილურობისგან გამომდინარე. რამდენად ხორციელდება რესურსების ოპტიმიზაცია და რამდენად მათ შორის ერთი მიმართულება ბრჭყალებში კვებავს, მეორეს შეგვიძლია ასე ვთქვათ იყენებთ ერთმანეთის გასაძლიერებლად. არა მხოლოდ ხორციელდება, მთელი ორგანული მეურნეობის კონცეფცია და შინაარსი ზუსტად ეს არის, რომ ისე იყოს თუნდაც მაგალითად ავიღოთ ბოსტონის გაშენება თანამეზობლობის პრინციპით. ანუ ეს თანამეზობლობისა და თანამეგობრობის პრინციპი არის მონათესავე მცენარეების, ანუ მცენარეთა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ბუნებრივად ეხმარებიან. სასარგებლო, ასე ვთქვათ, ბაქტერიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე მაგალითად სურნელოვანი მცენარეები იცავენ სხვა მცენარეებს მწერებისგან და ასე შემდეგ. ეს მთელი, ასე ვთქვათ, ფილოსოფია, მოკლედ სრული ციკლი და კი ბატონო, ამ ყველაფრის გათვალისწინება ჩვენთან მაქსიმალურად ხდება და კიდევ სწავლობთ და ეს მუდმივი სწავლების პროცესია, ასე ვთქვათ. რა არის მთავარი გამოწვევები ამ პროცესში, ასეც ეჯახებით? მთავარი გამოწვევები დღესდღეობით შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტად არის საზოგადოებამდე სწორად მიტანა თუ რას ნიშნავს ორგანული მეურნეობები, რატოა თუნდაც ამ პროდუქტის ფასი ასეთი, იმიტომ რომ ძირითადად ანუ მომხმარებლებს არ აქვს წარმოდგენა მთლიან შიდა ციკლზე მიმდინარე პროცესებზე და რას ემსახურებას და ნუ ჩვენ და სხვა მიმართულებით უკვე ეს რა თქმა უნდა ეს იგივე საენერგო რესურსების მაგალითად ადგილობრივ ბაზარზე რო იყოს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ აღარ მოგიწიოთ დამატებით ზრდა ხარჯების იმპორტ დამოკიდებულებიდან გამომდინარე და ბოლოს გეგმებიც მინდა რომ მოვიკითხოთ თამთა, როგორც ვიცი, რაღაცა ვცდილობთ რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ მრავალპროფილური გახდეთ რაღა, მაგრამ არის რესურსი როგორც ჩანს და აგროტურიზმშიც რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ თქვენ? კი, აგროტურიზმი არის ჩვენი ასე ვთქვათ მომდევნო წლის მთავარი ამოცანა. ამჟამად უკვე რამდენიმე ძველი ხისოდა გვაქვს ჩადგმული, რომ სადაც ვფიქრობთ, რომ პირველი ტურისტები უნდა მივიღოთ, თუმცა მხოლოდ ესე რაღაცა სასტუმრო მიმართულებით არ იქნება. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ფერმის სრული ციკლის გამოცდილება ჩვენს ვიზიტორებს მომავალში, სხვადასხვა ინტერესის მქონე სეგმენტზე გავიდეთ, იმიტომ რომ აი მაგალითად ფერმაში დღემდე დიდი ინტერესით სარგებლობს ჩვენი ფერმა ბავშვთა სეგმენტში, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრების შვილები როცა ჩამოდიან,
აი აღარ უნდათ ხოლმე წასვლა, იმიტომ რომ ძალიან ერთობიან, ანუ ფართობია სხვადასხვა რაღაცით ერთობიან ძალიან და ეს ქართველებზეა გათვლა თუ უფრო ტურისტებზე, მათ შორის იმ დასავლურ ბაზრებზე, სადაც ეს ფერმის კულტურა და ფერმიდან დახლამდე ციკლის გავლა პროცესი არის სრულად დაცული და უკვე ცნობიერებაც გაძრდილი ამ დონეზე. იცით რა არის, მე თუ მკითხავთ ორივე გამომდინარე იქიდან, რომ თუ ადამიანს და ვიზიტორს აინტერესებს ბიომეურნეობა და ორგანული მეურნეობა, ეს არის უფრო ცხოვრების სტილი. ანუ ჯანსაღი კვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კუთხით ესე განსხვავება რომ ადგილობრივი ყველასთვის ღია იქნება. ყველასთვის არის ვისაც ეს პროფილი და ეს გაიღება ოდესკარი. უკვე შემდეგი წლიდან, ანუ ამ 2026 წლის გაზაფხულიდან ჩვენ ვაპირებთ რომ გავხსნათ ფერმის კარი ყველასთვის, გამომდინარე იქიდან რომ რასაც ეს ეხლა თქვენ გესაუბრებით, ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს ქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ჩამოვიდეს და თვითონ ნახოს ეს ადგილი. და რამდენ ადამიანზე გათვლილი და თვითონ რაოდენობაშიც რამდენი ოდე იქნება. ფერმა ეხლა საკმაოდ ისეთია, სუყე ფართობის კუთხით, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ პირველ ვიზიტებს მაინც ალბათ 50-100 კაციანი დღიური ვიზიტორების გათვლით დავიწყებთ. ეს იქნება ღამისთების შესაძლებლობით. არა, ღამისთების შესაძლებლობით არა, ეს დღიური ვიზიტები. დიახ, ერთჯერადი ვიზიტის შესაძლებლობა, როცა შეუძლიათ მთელი სრული დღე, სრულყოფილი კვებით, დასვენებით და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამუშაოებში თუნდაც ჩართვით, სხვადასხვა ვიზიტორმა ჩვენთან ასე ვთქვათ, შეძლოს. რაც შეეხება ღამისთების მიმართულებას, აქ სავარაუდოდ შევძლებთ მხოლოდ 20-25 კაცის მასპინძლობას, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპისთვის. რამდენი მსხვილ ინვესტიციაზეა საუბარი? ესეც ახორციელებს ფერმა. საკმაოდ მსხვილი ვფიქრობ ამ კონკრეტული ნიშის მიმართულებით და ეს სრულად თქვენი რეინვესტირებაა? რამდენიმე პროექტშიც გვაქვს თან დაფინანსების კუთხით მიღებული მონაწილეობა, მაგრამ ძირითადად არის სამივე პარტნიორის მიმართულებით ჩადებული თანხები. ესე იგი 2026-ის გაზაფხულზე 2026-ის გაზაფხულზე BMG-ის სრულ გუნდს გელოდებით ჩვენს ფერმაში, რომ აი ეს ყველაფერი რაზეც ახლა ვისაუბროთ, რეალურად შევამოწმოთ და მადლობა თამთა. მადლობა თქვენ მოწვევით. და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება და შეძლებს თქვენი გამოცდილების გაზიარებას, წარმატება თქვენ და ირლენდის ყველა წამოწყებაში. დიდი მადლობა. თამთა კალანდაძე ირლენდის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად, სანამ რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, 5 ყველაზე პატარა მეწარმეზე, ანუ ბავშვებზე, რომლებმაც მილიონიანი ბიზნესები შექმნეს და რეკლამის შემდეგ უკვე მორიგი საინტერესო თემითა და სტუმრით გიბრუნდებით. ბიზნესის დასაწყებად არც ასაკს, არც დიდ კაპიტალს და არც მრავალწლიან გამოცდილებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ნათლად დაამტკიცებს მცირეწლოვანმა მეწარმეებმა, რომლებმაც უბრალო, მაგრამ გენიალური იდეები მილიონობით დოლარის ღირებულების კომპანიებად აქციეს. ეს ახალგაზრდა მეწარმეები გვასწავლიან, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ოცნების რეალიზაცია, თუ გაქვს მონდომება და ინოვაციური ხედვა. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება ალინა მორსია, რომელიც ბიზნესის დაწყებისას სულ რაღაც 7 წლის იყო. ის ბრენდის ზოლი კენდის დამფუძნებელია. ახალგაზრდა მეწარმეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბანკში მყოფმა თანამშრომელმა მას ლოლიპოპი შესთავაზა. თუმცა ალინამ უარი თქვა, რადგან იცოდა, რომ ტკბილეული კბილებისთვის საზიანოა. მან მამას შეკითხვით მიმართა, რატომ არ არსებობს კანფეტი, რომელიც კბილებისთვის კარგია. ამის შემდეგ მათ ერთად დაიწყეს ექსპერიმენტები ნატურალურ დამატკბობლებზე, რის შედეგადაც შეიქმნა ჯანსაღი, კბილებისთვის უსაფრთხო და უშაქრო ლოლიპოპები და ტკბილეული. დღეს მისი პროდუქცია ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში იყიდება და კომპანიის ღირებულება მილიონებს აღწევს. ბიზნესი 4 წლის ასაკში დაიწყო მიქაილა ულმერმა. ის მიენდ-ბის ლიმონეიდის მმართველია. მიქაილას ფუტკრების მიერ ორჯერ კბენის შემდეგ წერების მიმართ არსებული შიში ინტერესით შეეცვალა. ის გაიცნო მათ მნიშვნელობას ეკოსისტემისთვის და გადაწყვიტა ფუტკრების დასაცავად ფონდი შეექმნა. ამ მიზნით მან ლიმონადის გაყიდვა დაიწყო, რომლის რეცეპტიც მისი დიდი ბებიისგან მოდის და რომელიც შაქრის ნაცვლად თაფს იყენებს. 2015 წელს შოუში Shark Tank-ში გამოჩენის შემდეგ მან $60,000 ინვესტიცია მოიპოვა და დღეს მისი ლიმონადი ათასობით მაღაზიაში იყიდება. მოზია ბრიჯესი სულ რაღაც 9 წლის იყო, როდესაც ხელნაკეთი პეპელა ჰალსტუხების ბრენდი Moss Bowl შექმნა. მოზიას ბავშვობიდან უყვარდა კარგად ჩაცმა, მაგრამ მაღაზიებში ვერ პოულობდა ისეთ პეპელა ჰალსტუხებს, რომლებიც მის სტილს შეესაბამებოდა. ბებია მას კერვა ასწავლა და მოზიამ საკუთარი დიზაინის ჰალსტუხების კერვაც დაიწყო. მისი პროდუქცია მალევე გახდა პოპულარული და მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა NBA-სთან. მოზია დღესაც საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს.
ხელმძღვანელობს. კორინ ივესმა ბიზნესი 6 წლის ასაკში დაიწყო. მისი კომპანია Mr. Corey's Cookies ნატურალურ ფუნთუშებს აწარმოებს. კორინ ბიზნესი იმისთვის წამოიწყო, რომ დედისთვის მანქანა შეეძინა. თავდაპირველად ცხელ შოკოლადს ყიდდა, შემდეგ კი დედის რეცეპტით მომზადებულ ფუნთუშებზე გადავიდა. მისი პროდუქცია ნატურალური ინგრედიენტებით გამოირჩევა და მთავარი მიზანი, როგორც ამბობს, ფუნთუშებით სამყაროს გაუმჯობესება. მედი რეი 12 წლის იყო, როდესაც კომპანია Medi Ray Slime Glue დააფუძნა. კომპანია სლაიმისთვის, ეგრეთ წოდებული ტყლარწების დასამზადებლად, წებოს და სხვა საჭირო მასალებს აწარმოებს. სლაიმის მასიური პოპულარობის დროს მედი მიხვდა, რომ სლაიმის მთავარი ინგრედიენტი, წებო მაღაზიებში მუდმივად დეფიციტში იყო. მან მამასთან ერთად შექმნა სპეციალური წებო, რომელიც ოპტიმიზირებული იყო სლაიმის დასამზადებლად. მედის წებო მალე ბაზრის ლიდერი გახდა და მისმა კომპანიამ გაყიდვების რეკორდებიც დაამყარა, რამაც მას სლაიმის მასალების გლობალური მიმწოდeblis სტატუსი მოუტანა. ჩირჩხელა 8-10 მარტს ნიუ-იორკის საერთაშორისო კვების ფორუმზე International Restaurant Food Service Show of New York-ზე თავად ორგანიზატორის მოწვევით წარს დგება. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია B2B შეხვედრები და პანელური დისკუსიები საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და განვითარების მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ფორუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება კვებისა და რესტორნების სფეროში, სადაც თავს იყრიან დისტრიბუტორები, ქსელური კომპანიები, გადაწყვეტილება მიღები პირები და ინდუსტრიის პროფესიონალებიც მათ შორის. ფორუმის დეტალებზე, ისევე როგორც კომპანიის 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ჩირჩხელას აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე მოგუყვება ახალ ცლად და დეტალურად, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. ირმა, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით და მიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენთან და თან ასეთი ამბით. გადალახა ოკეანე ჩირჩხელამ და გადის თლად სოფლიოს თავარ ბაზარზე. კი, რა თქმა უნდა. პირველ ეკონომიკაში. პირველ რიგში აუცილებლად მინდა და ძალიან მაინტერესებს როგორ ასე ვთქვათ ამოიქოქა პროცესები ისე რომ თავად მათგან მოგივიდათ მოწვევა და საერთოდ როგორ გაიხსნა თქვენთვის ეს ამერიკის კარი. ეს ალბათ უკვე როგორც უკვე გავაცანით საზოგადოებას და ძალიან დიდი მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. მართლაც მოულოდნელი იყო. ერთ დღეს გაისმა ჩვენთან ზარი და გვიკავშირდება თავად ორგანიზატორი. აი ამ ხელა ასე ვთქვათ ორგანიზაციის მთავარი ორგანიზატორი და გვეუბნება რომ ჩვენ მოვიკლით თქვენზე ინფორმაცია ჩურჩხელა როგორც ასე ვთქვათ გავიგეთ არის კულტურული მემკვიდრეობის ასე ვთქვათ სტატუსის მქონე და ჩვენი ღონისძიება და ჩვენი გამოფენა ემსახურება სწორედ ახალი გემოების აღმოჩენას და თქვენ ხართ ის, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელა ასე ვთქვათ გამოფენის ორგანიზატორი გესაუბრება, თქვენ ხართ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ანუ რას ნიშნავს ეს რესტორატორების გამოფენა და food show, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან მასშტაბურია, არა მხოლოდ ნიუ-იორკის და მისი ასე ვთქვათ შტატების მასშტაბებით, ასევე საერთაშორისო უფრო სოფლიოს მასშტაბით და ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ გვინდა რომ თქვენ დაესწროთ ამ გამოფენაზე. ანუ რესტორატორებმა მენიუში შეიტანონ ახალი გემოები, როგორც ნუგბარი, ეგრეთ წოდებული ახალი ნუგბარი და თან ეს არის ქართული, ეს არის ტრადიციული და ამას ძალიან დიდი დატვირთვა ასე ვთქვათ მიენიჭა. რატომ თქვენ თუ საუბრიათ ამაზე, რა კრიტერიუმებით როგორ აგარჩიეს, იმიტომ რომ ბაზარზე არიან სხვა მოთამაშეებიც, თუმცა არჩევანი ასე ცხადად და მნიშვნელოვნად შეეჩერებინათ, ამან თავის საფუძველი ექნებოდა ცხადია. მოკლედ, როდესაც დავიწყეთ, აი გეტყვით ახლა 2026 წელს გავხდებით უკვე 10 წლის. ეს უკვე დასრული ასაკია ბიზნესისთვის, ხო? და შესაბამისად, უკვე მაინც მცირე ბიზნესად ვითვლებით ჯერჯერობით კიდევ, იმიტომ რომ რაღაც ნახოთ ახლა ნიუ-იორკის შემდეგ ყოველ შემთხვევაში რა იქნება, მაგრამ ნახეთ მე ჩემი მთელი გამოცდილება და ჩემი პროფესიული ასე მოღვაწეობიდან გამომდინარე ზუსტად რომ დავიწყეთ ეს საქმიანობა, ზუსტად ვიცოდი რა არხებში უნდა გამეკეთებინა ინფორმაციის დისტრიბუცია. ეს იმ წუთიდან 2016 წელს, როდესაც დავაარსეთ კომპანია, მაშინვე დავიწყეთ. და აი მაშინვე იყო ეს ყველაფერი, რომ უამრავი ზარი შემოდიოდა უცხოეთიდან. ანუ ეს არის ის, რაც თავიდანვე ჩაუყარეთ საფუძველი.
როგორც ქართული ბაზრისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ვიყავით ორიენტირებული მაშინვე ექსპორტის თემებზე და ძალიან ბევრ გამოფენებს ვესწრებით, როგორც საქართველოში და უფრო მეტად ვესწრებით უცხოეთში. ეს არის გერმანია, ეს არის ჩინეთი, ეს არის ჩეხეთი და სხვა ქვეყნებში. ზოგჯერ მივდივართ, ზოგჯერ ვაგზავნით პროდუქციას და იქაური ქართველები აკეთებენ აი ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, წარდგენას და ზოგადად გამოფენები აი ამ ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი, ეს არის პროდუქტი, რომელსაც დააგემოვნო, ხო? ეს არის რაღაც სერვისი, რომელსაც ვერ ეხები, ხო? პროდუქტია, ეხები, უნდა დააგემოვნო, შესაბამისად იღებ გადაწყვეტილებას. ალბათ აი ეს იყო ის, რომ ჩვენ თავიდანვე სწორად დავიწყეთ ინფორმაციის დისტრიბუცია ყველა არხში, ეს არის საერთაშორისო მასშტაბით. აი ღონისძიებაზე მათ შორის როგორც აღნიშნეთ, იქნება B2B შეხვედრები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საპარტნიორო კავშირების გასახმაებლად და გასაძლიერებლად. თუ გაქვთ უკვე მოაზრებული და მათგან მიღებული ინფორმაციით ცხადია, ვისთან მოგიწევთ საუბარი? ეს იქნებიან რიტეილ ქსელების წარმომადგენლები, ჰორეკა მიმართულებით პირები თუ აი ძირითადად რა ტიპის საუბრები გაიმართება? ძალიან კარგი კითხვაა ეს, იმიტომ რომ როდესაც გვესაუბრა ორგანიზატორი, გვითხრა წინასწარ 10 ნოემბერს გაიხსნა რეგისტრაციები და გვითხრა, რომ თქვენთანო ძალიან ბევრი ჩანიშნავს ამ შეხვედრას, ზოგადად სტანდარტი არის 5-8 დღეში, ანუ 3 დღეანია დღეში, სადღაც 20 კომპანიასთან წესით უნდა გქონოდა შეხვედრა, მაგრამ ისა ოცრება აქაც, მოკლედ უკვე ჩანიშნული აქ შეხვედრები როდესაც რეგისტრირდებიან, აი ესეთი ფორმატია, რეგისტრირდებიან კომპანიები, ერთმანეთთან ირჩევენ, ვისთან უნდა გქონდეს, იქ პანელური შეხვედრა, ხო, დისკუსიები და ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრმა უკვე ჩაგვინიშნა და უკვე ვემზადებით, რომ პრეზენტაციები შევადგინოთ, რა თქმა უნდა, სადეგუსტაციო მიგვაქვს, ძალიან დიდი რაოდენობით უკვე ტვირთებზე ვსაუბრობ და აქედან გამომდინარე უკვე ვიცით, რომ ასე ვთქვათ, რესტორნების ქსელების წარმომადგენლები არიან ძირითადად. ამერიკის რესტორნებზე არის საუბარი. ამერიკის რესტორნებზეა საუბარი. სხვადასხვა შტატში თუ ნიუ-იორკი არის? არა, სხვადასხვაში კალიფორნია და სხვადასხვა შტატია, კი, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი. დაახლოებით, აი წარმოგიდგენთ, თვითონ ეს გამოფენა გეტყვით ახლა 2 ჰექტარზეა. ვაუ. აი წარმოგიდგენიათ რამხელა სივრცეა საგამოფენო სივრცე და როდესაც აქ მიდის ქართული კომპანია უკვე ასე ვთქვათ წინასწარ გაწერილი გეგმებით და შეხვედრების სრული აჯენდით არის კიდევ ასე ვთქვათ სხვა მასშტაბის წარმატება, რაც ძალიან სასიხარულოა და ტვირთები ახსენეთ და აი ეს თემა მინდა რომ განვავრცო, ეს ტყუილად არ ახსენებდით თქვენ ფაქტობრივად მზადდება პარტია, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ეს არ ვიცი საცდელი რეჟიმია თუ უკვე კონტრაქტის ფარგლებში სამომავლოდ, ანუ ექსპორტზე გადის ჩირჩხელა? არა, ეს არ არის ჯერჯერობით, აი ზუსტად შეხვედრებით, იმიტომ ტარდება ეს შეხვედრები, რომ ექსპორტისთვის ვემზადებით. ეს არის ძირითადად საჩვენებელი, სადეგუსტაციო, უკვე გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე წარსადგენი პროდუქციები, რაც იქნება. თუმცა მარტში კი იქნება გამოფენა, არ ვიდანათ ის ჩათვლით, მაგრამ მარტამდე მიდიხართ თქვენ როგორც ვიცი და ამასაც თავისი მიზეზები აქვს და ესეც საინტერესოა. იმიტომ რომ გითხრეს, რომ ეს 3 დღე არ იქნება საკმარისი და გვინდა რომ ასე ვთქვათ წინასწარ მოვახდინოთ, ანუ ესე ვთქვათ ძალიან დიდი მასშტაბებია და ანუ არ არის ეგ 3 დღე საკმარისი, ანუ მივდივართ ცოტა ადრე, რომ ან მოვახდინოთ ეს ადგილობრივებთან, რომლებიც მათ უკვე ჩაგვინიშნეს შეხვედრები, ადგილობრივებთან უკვე ვისაუბროთ და ვინც იქნება ასე თქვა სხვა ქვეყნებიდან ვინც ჩამოდის, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, ღონისძიების ფარგლებში აუცილებლად იმათთან გვექნება ძირითადად და სიმართლე გითხრათ, ზეპირად არ მახსოვს თვითონ ამ რესტორნების ქსელების სახელები, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრ ქსელთან გვაქვს ჩანიშნული წინასწარ ეს შეხვედრა. მოვიკითხავთ აუცილებლად ამ შედეგებს და იმედი მაქვს, რომ პირველები ვიქნებით, ვისაც გაუზიარებთ წარმატებულ ამბებს ნიუ-იორკიდან. აი ზოგადად ამერიკის ბაზარი თქვენთვის რამდენად საინტერესო არის და რამდენად რთული. ამაზეც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სხვადასხვა რეგულაციებიდან გამომდინარე ბაზარზე ვსაუბრობთ, სტანდარტიზებულზე და ამ შემთხვევაში ისი დაცვა, ისი გათვალისწინება გიწევთ როგორც ბიზნესი.
კი, მართალია, ძალიან სწორი შენიშვნა, ასე ვთქვათ, საკითხია ესეც, რომ სირთულეები ნამდვილად არის. ანუ სხვა კონტინენტზე პროდუქციის, ასე ვთქვათ, გატანა და რა თქმა უნდა, ეს ტვირთების თემაც შესაბამისად არ ვიცი, აი სწორედ ეხლა გვაქვს მაგისთვის დრო, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ, მოვემზადოთ ამისთვის და მოვახდინოთ აი ამ ყველაფრის მოწესრიგება და რაც მთავარია, ხო? ანუ თქვენ ახსენეთ თვითონ აი ამ ტვირთის, ხო? კი, ლიცენზირება, რეგულაციები. კი, ლიცენზირება. ანუ ევროპა არის ყველაზე, ასე ვთქვათ, შედარებით ამერიკასთან შედარებით რთულია ევროპა, ევროპის სტანდარტები, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი რეესტრი აქვს, ეგ საბუთების რეესტრი და ნუ სადაც ევროპაში შევდივართ და ამ მკაცრ, საკმაოდ მკაცრ ევროკავშირის რეგულაციებს უმკლავდებით, ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ISO სტანდარტი და უმაღლესი სტანდარტები გვაქვს აღებული, აი ჩირის მიმართულები და ამ პროდუქციის მიმართულები და ასე ვფიქრობ, პრობლემა არ გვექნება. დღეს დაახლოებით რა რაოდენობაზე არის წარმადობა და უკვე ამერიკის ბაზარი, როდესაც მათ შორის დაემატება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, თუ განიხილავთ, რომ გაიზარდოს ეს მასშტაბები, თუ დააკმაყოფილებს არსებული რესურსი ახალი ბაზრის ათვისებასაც. აი ყველა რესურსი ასე ვთქვათ ვიყენებთ მაგისთვის რომ აი ეს უნდა გავაკეთოთ ეს იყო აი ყოველთვის იყო სხვათა შორის ძალიან ხშირად იყო ამერიკიდან ზარები რომ გვინდა გავიტანოთ თქვენი პროდუქტი და იყო აი ესე ვთქვათ მოლაპარაკებები იყო მაგრამ ამერიკის მიმართულებით არასდროს არ გადასულა ეს მოლაპარაკებები ხელშეკრულების ფარგლ ასე ვთქვათ ეტაპზე ეხლა ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ჩვენ თვითონ ვართ ასე ვთქვათ ჩართულები და ფიქრობთ რომ გავართმევთ საკმაოდ კარგად თავს და რაც წარმადობას ასე ვთქვათ ეხება ბუნებრივია ნუ ეს იქნება მუშახელი თუ წარმოების თვითონ ასე ვთქვათ წარმოება ნამდვილად ასე ვთქვათ აიღებს ამ ტვირთს და შესაბამისად ვფიქრობთ რომ ეს პრობლემა ნამდვილად არ გვექნება პირიქით. სხვა რომელი ბაზრებია თქვენთვის საინტერესო მათ შორის სადაც უკვე არსებობს შედეგები თუნდაც მოლაპარაკებების ან კონტრაქტების ნაწილში? გერმანია. სადაც ასე ვთქვათ, ეხლაც ვიყავი და მაქვს ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გერმანიაში, ძირითადად გვაქვს retail segment-ში, ანუ ქსელურ მარკეტებში შესვლის და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რამ მოხდა გერმანიაში, ან მოლაპარაკების დროს თუ შეიძლება ამასაც ვიტყვი, რომ არის ერთ-ერთი ქსელი, რევის ქსელია გერმანიაში, რომელიც თავად ფუთავს. და აი ამიტომ როდესაც თავად ფუთავენ შესაბამისად პროდუქტი არ ძვირდება და ხელსაყრელია და ანუ ჩვენ ასე ვთქვათ დიდ პარტიას როდესაც ვაგზავნით ამ შემთხვევაში თვითონ რო ფუთავენ ასე ვთქვათ მისაღებია ფასების თვალსაზრისით და შესაბამისად ვფიქრობთ რომ ეს გადის უკვე ჩირჩხელა აი ზუსტად აი მაგისთვის ვიყავი ეხლა ზუსტად ერთი თვის წინ ვიყავი და გადავდივართ უკვე ანუ ვფიქრობთ რომ ეხლა ჩვენ დამზადების პროცესში ვართ ამ მთელი პროდუქტის რაც შეკვეთა უკვე პირველი სატესტო პარტია იგზავნება რა თქმა უნდა კი და უკვე სტაბილურ ხელშეკრულებაზე არის საუბარი ამ კი უკვე ხელშეკრულებაზეა საუბარი აი რო ვიყავი ახლა და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ გავიარეთ ეგ საკითხები და ჩვენთვის მისაღები იყო ის რაც თვითონ რევეს სტანდარტი არის ეს რომ იღებს გარკვეულ პროდუქტს თვითონ ფუთავს და ყიდის უფრო იაფად არის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ესპანური ძალიან ბევრი ესპანური ასე ვთქვათ ჩირეული შედის და სხვადასხვა ქვეყნების პორტუგალიის და ასე შემდეგ ნახეთ ახლა რა თქმა უნდა მაგრამ საკმაოდ ძვირია და ჩვენ დავთანხმდით ამაზე რომ შეფუთვა მაგრამ ჩვენი ლოგო და ჩვენი ასე ვთქვათ იდენტობა არ იქნება დაკარგული რა თქმა უნდა როდის გავა უკვე პირველი საექსპორტო კონტეინერი ალბათ უკვე დასაწყისში იმ წლის
2026 დაიწყებთ ექსპორტით გერმანიაში და რა წილი ექნება, ასე ვთქვათ, ჟამურ სარეალიზაციო წარმატების მაჩვენებელში? ჟამურად, ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი სტანდარტები და თუ ავიღებთ, სადღაც, დასაწყისში ალბათ ეს იქნება 30%. 30 გერმანიის ბაზარზე. კი. არა, ჩვენი ჩვენი თემიდან გამომდინარე, ის იქნება 30% ჩვენი წარმატების. რაც გავა გერმანიის ბაზარზე. კი, და საკმაოდ მსხვილი წილია, ამას აგერ ამერიკაც თუ შეუერთდება უახლოეს პერიოდში და ადგილობრივ ბაზარზე რა ხდება და რამდენად არის ექსპორტი დღეს, ასე ვთქვათ, ალტერნატივა თუნდაც იმ გამოწვევების, რასაც ხდება ბიზნესი, მათ შორის პროფილით შეიცვალა სარეალიზაციო თვალსაზრისით გულისხმობ და აი ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ, გაიმყაროთ პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? თავარი რაც არის ქართულ ბაზარზე, არის ის, რომ ჩვენი მომხმარებელი კარგად გვიცნობს, უყვარს ჩვენი პროდუქტი და ყველაზე კარგად ქართველმა იცის, მაგალითად, ჩურჩხელის გემო. ხო? ვიდრე ეს იცის სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. ამიტომ ყავს ერთგული მომხმარებლები და კიდეც აღვნიშნე, რომ ჩვენ გამოვედით ყველა, ასე ვთქვათ, ქსელებიდან და გადავედით ბიზნესის საერთოდ ახალ სტანდარტზე და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი რესტარტი არის ძალიან სწორი და მაგალითი იქნება ბევრი მცირე მეწარმისთვის ის, რომ ჩვენ არ ვიღებთ კუნძულებს, არ შევდივართ ქსელებში, ამით ვზოგავთ, ასე ვთქვათ, კომუნალურ გადასახადებს, იჯარის გადასახადებს, ხელფასებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ოპტიმიზაციისთვის ასეთ ხერხს მიმართა. ანუ თანხების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე არ გავაძვირეთ პროდუქტი და ამაზე ხშირად შემოდის ხოლმე კითხვები და პროდუქტი არის დაახლოებით 2-3 წელია ერთი და იგივე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის. ეს თუ აისახა გაყიდვებზე და რომ შევაჯამოთ შემაჯამებელი კითხვა მინდა ეს იყოს წელი რა შედეგებს აჩვენებს წინა წელთან მიმართებით თუნდაც გაყიდვების მიმართ. მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა ქვეყანაში არ არის ესე ვთქვათ სახარბიელი მდგომარეობა ჩვენ მაინც არ ურჩევით ჩვენი პროდუქტის ასე ვთქვათ რეალიზაციას და მინდა გითხრათ რომ ახლა ეს პერიოდი რაღაც გარკვეულწილად გადალახავს ხოლმე და ფარავს დაუშვათ თებერვლის და მარტის დაბალ სეზონებს და წარმატება რა თქმა უნდა არის და ყოველწლიურად მატულობს მინდა შემიძლია გითხრათ და კლება ნამდვილად არ არის. კი. წარმატება თქვენ ჩირჩხელას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ახლად გამსფეხს თუ იმყარებს პოზიციას და გელოდებით გაუმჯობესებული შედეგებით ამერიკიდანაც და გერმანიიდანაც მოსაკითხი გვექნება. ორივე დასავლური მაღალწმიდოუნარიანი ბაზრიდან, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართული კომპანიის შემთხვევაში. ირმა კვაჭანტირაძე, ჩირჩხელას აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენთან ერთად, ასეთი იყო დღევანდელი ქალების ნარატივი ლიკა მიგუცნიშვილთან ერთად. მე ხვალამდე გებშტობებით.